საღამო მშვიდობისა, ეთერშია გადაცემა აფხაზეთი, რომელსაც მე სალომე ლემონჯავა წარუძღვები. დღეს გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის საინფორმაციო დაიჯესტს. რუბრიკაში კვირის თემა მოусმენთ ექსპერტებს. აღდგენილი და განახლებული ლიტერატურული ჟურნალები რიცა და იალქანი. ქართულ მორაგბეთა ბრწყინვალე გამარჯვება. მიამბი აფხაზეთზე, ირმა სოხაძე. კახა კინტურაშვილის პორტრეტი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ჩვენ საინფორმაციო დაიჯესტში გიამბობთ. გმირთა მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგემ სოხუმზე გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უფროსი ბიჭი 21 წლის შესრულდებოდა 3 დღეში რო დაიღუპა მაშინ. დაიღუპა პირველი შემოტევების დროს იქ მდინარე გუმისთის მიდამოებთან 1993 წლის 16 მარტს. ორივე შვილი იბრძოდა ერთად. უმცროსიც და უფროსიც. და ამან უთხრა თავის ძმას რომ კობაო შენ არ წამოხვიდეო ჩემთან ერთადო თუ არა ორივე ერთად რომ მოვკვდეთ დედიკოს რა ეშველებაო და მისი დედიკო ცოცხამგარი ვარაგერ. დღევანდელი დღე იყო აფხაზეთში ყველაზე საშინელი დღე. ძალიან ბევრი ბიჭები დაიღუპდნენ და ყველა ცხონება და ყველას დედა, ყველას პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს და არც ერთ დედას არ უსურვებ, რაც დაემართა აფხაზეთში ჩვენს ბიჭებს. 15-16 მარტის შემოტევა ქალაქ სოხუმზე იყო უდაოდ ძალიან დიდი და ბრწყინვალე ფურცელი არა მარტო ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, არამედ ქართველი ერის ისტორიაშიც. მაშინ რუსეთის არმიამ ესე იგი გადაწყვიტა რომ გაემეორებია გაგრა. ანუ აიღო სოხუმი ჩვენ შემოგვიტიეს ჰაერიდან, წყლიდან, ხმელეთიდან და ქალაქმა თვითონ სოხუმმა დაიცვა თავისი თავი. სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ამ დიდი სტრატეგიული უპირატესობის გამოყენება. ძირითადად იბრძოდნენ რუსების რეგულარული არმიის ნაწილები. და მათა ეს იყო ერთი საამაყო დღე ქართული არმიისა და ქართველი ხალხისათვის. დღევანდელი დღე არის სიამაყის და ტკივილის დღე. ტკივილის იმიტომ რომ იცით საოცარი ადამიანები შეეწინათ სამშობლოს სიყვარულს, ამ უთანასწორო ბრძოლას. სიამაყის დღე იმიტომ რომ ამ დღეს ქართულმა ლაშქარმა, მე ესე ვიტყოდი, სახე იცვალა და გახდა ქართული ჯარი. მან საშინელი დამარცხება აგემა იმ იმპერიალისტურ ძალებს, როგორც დაქირავებულებს, ისე რეგულარულ ჯარს და აჩვენა რომ ქართველი მეომარი არის ღირსეული მეომარი. აფხაზეთში ომის დროს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა იქ წასვლა და სამშობლოს დაცვა გადაწყვიტეს. ზოგი დაბრუნდა, ზოგსაც სამედიცინო იარაღით ბრძოლა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იხსენებენ იმ გმირებს, გმირ სტუდენტებს, რომლებიც დაეცენ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ასეთი 5 გმირი ყავს ბიჭებიც, რომლებიც გადაურჩენ ამ საშინელებას და სწორედ მათთან ერთად ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ლეშკაშელი მისი ორგანიზებით და ჩვენი თანადგომით ტარდება ეს დღე საღამო პატივისცემისა საზოგადოებაში სოლიდარობის გზნობა მაღლდება. ის ამდენი ხნის განმავლობაში მივიწყებული ბიჭები ცოცხლდებიან ჩვენს გულებში და ყველა თანდათან ხვდება რომ ისინი უკვდავნი არიან, ისინი არ გარდაიცვლებიან. ისინი ცოცხლები არიან და თან განსაკუთრებულია დღეს მათი ხსოვნა, დღევანდელი საღამო მათი ხსოვნისათვის მიძღვნილი იმით, რომ ისინი ექიმები იყვნენ. ისინი ომში წავიდნენ, იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინათ და საკუთარი სიცოცხლის
გაწირვის ფასად გააკეთეს ეს. ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, ვასილ კილაძე, ნიკოლოზ ხიბრაძე. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც დაბრუნება ვერ შეძლეს. 16 მარტს კი სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ოჯახისადმი დატოვებული წერილებიდან ჩანს, რომ თითოეულ მათგანს წასვლა და სამშობლოს დაცვა ძალიან უნდოდა. მაპატიეთ ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია. ისედაც დიდი ხანი ვითმინე. დაჭრილებს მაინც წავადგები ჩემი იყოფნით. ყველა მიცით რომ სულელი არ ვარ და თავით საკმაოდ მიყვარს. მივდივარ, რათა შევინარჩუნო ჩემი ნამუსი, ადამიანობა, ავთო, მა, ძებნას ნუ დაიწყებ. ნანა მარი ნერვიულობს. ხშირად დავრეკავ, ერთ-ორ კვირაში ჩამოვალ, არაფერი დამაკლდება. 22 წლის შემდეგ პირველად ახსენეს ჩვენი შვილები და ჩვენი ოჯახები. წავიდა შვილო. დაიწყო თუ არა ომი წავიდა. მე აქ ვიყო და იქ ბიჭები იღუპებიან და მეზეო ფრონტის ხაზეო და არ გავჩერდებიო და წავიდა. ასეთი ფართო აუდიტორია შეიკრიფა და ძალიან დიდი დაფასება არის მათი ხსოვნის მიმართ, იმიტომ რომ ჩემ გიორგისთან ერთად იქ არის 4 ბავშვი კიდე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც დაიღუპენ და აღარ არიან დღეს და მათი მშობლებიც ჩამოვიდნენ რაიონებიდან. მამამისი როცა წავიდა აფხაზეთში, იყო დივიზია თბილისის სამედიცინო სამსახურის უფროსი. და დავრჩი მე ბავშვებთან ერთად და ეს ნიკუშა ელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა მამამისი, რომ წასულიყო. რა თქმა უნდა, არ მინდოდა და არც უშვებდი, მაგრამ ერთ დღეს ავტორო ჩამოვიდა, საღამოს გაიპარა. წერს რომ მაპატიეთ რომ ასე ვიქცევი, მაგრამ სხვანაირად აღარ შემიძლიაო. ჯარისკაცად მეომრად არ აღიზდივართო, მაგრამ დაჭრილებს დავეხმარებიო. საქართველოში მცხოვრები ეროვნებით ოსი მოსახლეობის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები. ამ თემაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანგარიში დაფუძნებულია 2014 წელს ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიზანი იყო 1991-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღსადგენად აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება. ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს კონფლიქტების შედეგად დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენა. მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ოსებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. როგორც შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაზე და მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება. სურვილი აქვთ, რომ გქონდეთ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა, ანუ ეგრეთ წოდებული ორმაგი მოქალაქეობა, რაც ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით დგინდება, რომ საკმაოდ ბევრი უარი გაიცა მათზე. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, ყველა თქვათ ფაქტორების გაანალიზებით, ვფიქრობთ, რომ ეთნიკურად ოსი მოსახლეობისათვის, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტების შედეგად და იძულებით დატოვეს ქვეყანა, მათთვის შესაძლებელი უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის აღება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების მოსაზრებას დაეფუძნება. მადლობა მინდა გავიხადო ყველა იმ ხალხს, ვინც იმაზე იმუშავა, საქმეთა საქმესთან დაკავშირებით იმუშავა და ძალიან კაი დოკუმენტი შეადგინა. დღევანდელ დღეს იმ ხალხთან, ვინც დღეს პრობლემები აქვს, წასულ ოსებს, ვინც აქ კახეთის რეგიონში და ცხივალში ცხოვრობდა და მაგას დღესაც უნდა რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და სხვადასხვა პრობლემები, რაც ხდებოდა ახლა საქართველოში, კარგია. თავარი ის არის, რომ დღეს მთავრობის ზომასთან იქნება დოკუმენტი, სანაც იქ მთავრობა უნდა განიხილოს ეს საკითხი და გააკეთოს ეს ნაბიჯი, რომ გააკეთოს იმ ხალხისთვის რაღაცა შეღავათები, რომ მიიღოს რაც ემას ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ ეხლა დაბადებულები არიან აქ, გაზრდილი არიან აქ, არეულობის დროს არიან წასული და ყურადღება უნდა მიაქციოს მთავრობა ამ კუთხით.
აფხაზეთის ომში დაღუპულ ეროვნულ გმირს გენო ადამიანს 8 მარტს 79 წელი შეუსრულდებოდა. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე გენო ადამიანს, რომელიც იმჟამად სოხუმის ქიმიური ქარხნის ტექნიკური დირექტორი იყო, ქალაქზე მოსალოდნელი თავდასხმისგან დასაცავად მოხალისეთა შეგროვება დაიწყო და საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე მექანიზებული ბრიგადა შექმნა. მალე მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგ პრინციპული გენერალი არ დანებდა და მცირე ძალებით განაგრძო სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გენო ადამია 28 სექტემბერს კელასურის ხიდთან ბრძოლისას დაიღუპა. გენო ადამია ჩაუდგა სათავეში აფხაზეთში მცხოვრებ ვაჟკაცებს. მე მგონი 24 საათი არ ეძინა. აკეთებდა იმ საქმეს, რაც სჭირდებოდა საქართველოს. გენო ადამია იყო ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, არა მარტო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით, არამედ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იქ დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო სამხედრო პიროვნება, მან შეძლო ჩაწვდომოდა თვით სამხედრო საკითხებსაც და აი სული, ის მებრძოლის სული, რაც ჰქონდა ჩვენს ბრიგადას 23 ბრიგადას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გენო ადამიანის დამსახურება. 1994 წლის ნოემბერში გენო ადამია ცხედარი თბილისში გადმოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ყოველ წელს დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში გენო ადამიანის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები მის საფლავთან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ სამშობლოსთვის თავგანწირული გმირის ხსოვნას. გენოშვილი ელგუჯა ადამია, რომელიც სოხუმის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა და ასევე 23-მე ბრიგადაში იბრძოდა, მამაზე როგორც თანამებრძოლზე ისე საუბრობს. ეს იყო არაორდინალური პიროვნება, რომელმაც სამოქალაქო პირიდან გენერლობამდე რამოდენიმე თვეში დაგვიმტკიცა ყველას, რომ თუ რა არის მეთაური. აი ჩვენ საჯარისო ფორმირებებში ბატონ გენოს ყველა უძახოდა გენო ბიძიას. თვით ჟიული შარტავაც რაღაც ისეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა წლოვან ხალხსაც, რომ ყოველთვის იყო გენო ბიძია. მე მამაჩემზე შემიძლია ვთქვა პატარაობიდან, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი რკინისებური პიროვნება, რომელიც ყოველთვის აფრქვევდა ამ სიწმინდეს, სიდიადეს და არც გამკვირვებია უბრალოდ ეს სამხედრო უნარი თუ როგორ წარმოუჩნდებოდა ძალიან გასაკვირი იყო ყველასთვის. თვით ბატონი ედვარდ შევარდნაძე განსვიფრებული იყო გენერლობა, როდესაც მიანიჭეს 8 მარტს 93 წლის 8 მარტს გენო ადამია იზოდა ვიღაცას უხარიაო და ვაი საქართველოს მე რო გენერალად დაგჭირდითო. ძალიან განიცდიდა მომენტს. ელგუჯა ადამია იმ დღეს იხსენებს, როცა მამა აგუძერაში უკანასკნელად ნახა. ბოლო თათბირი შედგა ჩემთან, ჩემ აგუძერის ჰოსპიტალის მახლობლად. 28-ში დილით გენო ადამია შებრუნდა ცეცხლმოკიდებულ სოხუმში და სულ იმას განიცდიდა თათბირზე, თუ როგორ მევატოვე ქალაქი, თუნდაც საათით არა და ბოლო თათბირი უნდა ჩატარებულიყო და იმიტომ გამოცხადა. დილით შებრუნდა სოხუმში და სოხუმის აი ბოლო მეტრზე დაიღუპა, როგორც ვიცით. ბატონი გენოს მეუღლისთვის, ქალბატონ ლერასთვის მძიმეა იმ დღეების გახსენება, როცა ქმარი და შვილები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ეს გუშინდელი დღესავითა ჩემთვის. ძალიან ხშირად ვიხსენებ ყველაფერს, თან რა თქმა უნდა თან ამაყი ვარ. ერთხელ მოვიდა და მითხრა, რომ ისა შენ შულს უთხარი, რომ ჩემს გვერდით, ჩემთან ახლოს არ ესაო. არ წამოვიდეს და არ დადგესო, იმიტომ რომ აშვილის მას იტყვიანო რა ქვია. ფარველობს და რაღაცა და მე ვუთხარ, როგორ უნდა უთხრა მეთქი მე ვუთხარი. ხო და რომ მოვიდა ჩემი შვილი და რო ვუთხარი, არა, მე არ მოშორდები მამაჩემს. რამე რო დაგვემართოს, ან მე ან მამაჩემს ერთმანეთს მოვეხმარებითო. რო იტყვიან, რომ ერთი სული და გულით უნდათ სოხუმის შენარჩუნება, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. საქართველოში 1993 წლიდან 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. მზიურის პარკში მემორიალური დაფა დგას, რომელზეც აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების 20-მდე სახელია ამოტვიფრული. აფხაზეთში ომის დროს ჟურნალისტები არა მარტო აშუქებდნენ საომარ მოქმედებებს და ძალიან ხშირად ეს ხდებოდა სიცოცხლისთვის რისკის ფასად, არამედ თავისი პირადი კავშირების ნაცნობების მეშვეობით ეხმარებოდნენ
გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას და ცდილობდნენ გაენთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ან დაპატიმრებული, ან თქვენ დაყვანილი. ჩვენ მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, მათ გმირობას, ეს არის ფაქტურად მაგალითი, როგორი უნდა იყოს საერთოდ ჟურნალისტი და იგივე მოქალაქე. ჟურნალისტიკა ერთ-ერთი რისკიანი პროფესიაა. თენგიზ პაჭკორია და ნუგზარ კერესელიძე ის ჟურნალისტები არიან, რომლებსაც აფხაზეთში ომის დროს ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ პროფესიული საქმიანობა. თავადაც დაჭრილი თენგიზ პაჭკორია ომში დაღუპულ კოლეგაზე. ავთანდილ, ანუ როგორც მას მეგობრები ეძახდნენ, კუკური ადანაიაზე საუბრობს. კუკური იყო დიდი პროფესიონალი, დიდი პატრიოტი საქართველოსი და ძალიან კარგი ჟურნალისტი და ოპერატორი. აი კუკური განსაკუთრებული როლი აქვს ის, რომ მას ფაქტობრივად თუკი ჩვენ პირველი გადაცემები გავაკეთეთ იმის გამო, რომ მისი სამონტაჟო აპარატურა წამოვიღეთ და მისი კამერა წამოვიღეთ. და რო იყვიან პირველივე გადაცემები, აი მაგის კამერას და მაგის ტექნიკის საშუალებით ხდებოდა და თვითონ იყო ერთადერთი ადამიანი, ესე ვთქვათ, კიდეც ოპერატორი და კიდეც მემონტაჟი. ომის დროს დაიღუპა ასევე სოხუმელი ჟურნალისტი ჯუმბე რეზუხბაია. მისი დაღუპვა ძალიან ტრაგიკული იყო. იმიტომ რომ 93 წლის მარტში 14 მარტი იყო, რაღაც მორიგი საშინელი დაბომბვა იყო სოხუმის და მისი შემოგარენის და აჩადარაში იყო ერთი დაბომბვა ძლიერი და იქ მოვიდა ინფორმაცია, რომ ესე ვთქვათ, ძალიან დიდი გრევებია და წავიდნენ ესე ვთქვათ გამნაღმელებიც, წავიდნენ ესე იგი სამხედრო ჯგუფი და 4 ჟურნალისტი გაყვა მათ. 4 ჟურნალისტი და მათ შორის იყო ჯუმბე რეზუხბაია. არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ იქ აღმოჩინეს ერთი გაუნაღმავი, დიდი რაღაც ბომბს უზახოდნენ და რა ვიცი, ვაკუუმური ბომბი იყო თუ საშინელი რაღაცა იყო და ის აფეთქდა. უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება აფხაზეთის ქართული ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე საშა ბერულავა. უშიშარი ჟურნალისტი და საზოგადოებრივ მოღვაწე, რომელიც 93 წლის 27 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ითვლება უგზო დაკარგული, მაგრამ როგორც მე ვიცი, ის მოკლეს სოხუმის დაცემის ან აღების გააჩნია ვინ როგორ ამბობს შემდეგ. ძალიან შრომის მოყვარე იყო, ამავე დროს პრინციპული იყო და ცოტა რაქოს შეიჭმუხნებდა ხოლმე რაღაც სახეს, მაგრამ საქმე თუ იყო გასაკეთებელი, აკეთებდა ბოლომდე. ნუ სოხუმელი კაცი იყო, რა ვთქვათ, ის კოლორიტი. აფხაზეთში კამერით ხელში დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი საშა იოსელიანიც. თბილისში მზიურის პარკში დაღუპულ ჟურნალისტთა მემორიალის გვერდით მისი ძეგლია აღმართული, როგორც სიმბოლო ჟურნალისტთა თავდადებისა. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს ჰამლეტ გეგიას მიაჩნია, რომ გმირი კოლეგებისთვის ჯეროვანი პატივი ჯერაც არ არის მიგებული. ქართული ჟურნალისტიკა და ქართული ჟურნალისტები და არა მარტო ქართული ჟურნალისტები, ყველა მოღვაწე, ვინც საქართველოში დღესაც მოღვაწეობს, იმსახურებს ნამდვილად, რომ მათ ჰქონდეთ არა მარტო ქართული ჟურნალისტიკის პროფესიული დღესასწაული, არამედ ჰქონდეთ აი ეს ჟურნალისტთა ხეივანი, სადაც მთლიანობაში წარმოჩენილი იქნება ქართული ჟურნალისტიკის განვითარებისა და მისი პრობლემების ამსახველი მემორიალური კომპლექსი და შესაბამისი ისტორიული მუზეუმი. ვულოცავთ კოლეგებს ჟურნალისტიკის დღეს და პატივს მივაგებთ პროფესიული საქმიანობისას დაღუპულებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურმა ნორჩ მხატვრებს უმასპინძლა. საგაზაფხულო გამოფენა კონკურსი ვალერი არქანიას არტ გალერეაში მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლა აფხაზეთი ნომერ 1-ის მოსწავლეებმა. ძალიან საინტერესო ნამუშევრებია. მე მიხარია, რომ ბავშვებს გააქვს დარბაზი, რომელიც უფროსებსაც დაამშვენებს და ახალგაზრდებს. ჩვენი სამინისტრო ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს თემნილ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან მხატვრობაში, მუსიკაში და ასე შემდეგ. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ჩვენი დევნილი ბავშვები რაოდენ ლამაზად ხატავენ, ფიქრობენ, აზროვნებენ და ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ და მხარი დაუჭიროთ მათ. ჩემი ნახატებისთვის, ანუ მუზა ყოველთვის კარგი განწყობა იყო და რა ვიცი, მგონი იგრძნობა ჩემ ნახატებში უფრო ეს კარგი განწყობა, იმიტომ რომ არ არის ზოგი ესეთი უფრო ესეთი შთაბეჭდილება ერება დარჩეს ნახვალს.
აფხაზეთის მხატვართა კავშირმა კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. დასაჩუქრდა კონკურსის თითოეული მონაწილე. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და სპეციალური პრიზი გადაეცა მეშვიდე კლასელ ანა კუჭაშვილს. რუბრიკაში კვირის თემა ვისაუბრებთ გასულ კვირას მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტზე. 18 მარტს რუსეთსა და ოკუპირებულ სამაჩაბლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ამის შესახებ გთავაზობთ ექსპერტის კომენტარს. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც დაიწყო პრინციპში 2008 წელს, ანუ ახალ ფაზაში შევიდა 2008 წელს და ეს არის გაგრძელება უკვე, ასე ვთქვათ, ცხინვალთან მიმართებაში, ასევე იმ პოლიტიკის, რომელიც წინა წელს დასრულდა სოხუმთან მიმართებაში. თუმცა არის განსხვავებაც და ამასაც ალბათ უნდა გავუსვათ ხაზი, საინტერესოა რომ ამ ხელშეკრულებებს შორის არის განსხვავებებიც, ამ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებს შორის. ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება არის გაცილებით უფრო მძიმე თავად ცხინვალისთვის, ვიდრე სოხუმთან დადებული ხელშეკრულება სოხუმისთვის. აქ საუბარია ფაქტიურად უკვე შერწყმაზე რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტრუქტურა, რომელიც de facto დამოუკიდებლად არსებობდა დღემდე ცხინვალის რეგიონში, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ფაქტიურად სრულად ინტეგრირდება რუსეთის სტრუქტურებთან, ძირითადად ბუნებრივია საუბარია ძალოვან სტრუქტურებზე. რაც ასე არ მოხდა ჩვენ გვახსოვს აფხაზეთთან მიმართებაში, თავად აფხაზური საზოგადოების პროტესტი გამოიწვია პირველმა ვარიანტმა, სადაც ეს იყო ჩადებული. და ამან ძალიან კარგად აჩვენა ასევე განსხვავებას თვითონ საზოგადოების განწყობებში, აფხაზური საზოგადოების განწყობა როგორ განსხვავდება ოსური საზოგადოების განწყობისგან. ანუ ცხინვალში რეალურად საზოგადოების განწყობა უფრო მიდრეკილია მეტი ინტეგრაციისკენ რუსეთთან. ბუნებრივია ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ცხინვალში ყოველთვის პოპულარული იყო იდეა, ასე ვთქვათ, ორი ოსეთის მაქსიმალურ დაახლოებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს განსხვავებებიც ალბათ ბუნებრივია და ახსნადია, თუმცა ეს არის გაცილებით საშიში და სახიფათო ხელშეკრულება ჩვენთვის, თბილისისთვის, ვიდრე თუნდაც სოხუმთან გაფორმებული ხელშეკრულება. რაც შეეხება რეაქციას, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი პროცესებზე ზემოქმედების, ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჯერჯერობით შეიძლება, ასე ვთქვათ, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, არის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება და ამ თემის გააქტიურება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სივრცეში. რამდენად ეფექტიანი იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, ეს უკვე მხოლოდ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რამე ესეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც შეიძლება დაუპირისპიროთ ამ პროცესს, არ ჩანს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მოხდა ძალიან ერთი შეხედვით ცოტა ცინიკურად გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დაემთხვა ჟენევის მოლაპარაკებას და თქვათ, რაც პრინციპში ცოტა არ იყოს ძალიან დესტრუქციულ ხასიათს ატარებდა თვითონ რუსეთის მხრიდან და სეპარატისტული ხელისუფლებების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო გამოჩნდა თითქოს რაღაც ნიშანი, თქვათ, საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ როგორ უყურებს რუსეთი, თქვათ, იგივე ჟენევის ფორმატს და ამ კუთხით ეს ძალიან სამწუხარო დამთხევა იყო. ნუ გარდა ამისა, თვითონ რაც ხელშეკრულებას რაც შეეხება, პრინციპში ამითი თქვათ რაღაც ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებები ამას არ მოყვება, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცოდით და რაც აქამდე ქონდა გაცხადებული რუსეთის ხელისუფლებას, უბრალოდ ეს არის კიდევ ერთი თქვათ რაღაც ხარდაჭერა თქვათ იგივე სეპარატიზმისა საქართველოში და ამან თლიანობაში არ ამგონია, რომ თქვათ გაუმჯობესოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და რა თქმა უნდა მთლიანობაში ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ ართულებს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას.
განახლებული და აღდგენილი ლიტერატურული ჟურნალები რიწა და იალქანი. დიდარი ბიოგრაფიის მქონე ჟურნალი რიწა წელს იუბილარია. იგი 1975 წელს აფხაზეთის ინტელიგენციის არაერთგზის მოთხოვნის შედეგად დაარსდა, როგორც სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი. მისი რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ ოთარ ჭურღულია, გიორგი სიჭინავა, გურა მოდიშარია, გივი ბერაია. განახლებული რიწის რედაქტორი კი პროზაიკოსი და პუბლიცისტი ზაურ კალანდია. აფხაზეთი ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და თუნდაც ეს ხსოვნა რომ იყოს, აი ეს უნდა გამოდიოდეს. ჟურნალისტვის საუკეთესო ხანად აფხაზეთის ომამდელი პერიოდი ითვლება. ყოველთვიური გამოცემის ტირაჟი 10,000-მდე ადიოდა. ომის გამო შეჩერებული გამოცემის აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. პირველი ნომრები როცა იბეჭდებოდა, კომპიუტერიც კი არ ქონდა, არანაირი ეს ხელნაწერები გადავქონდა, მივქონდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ბატონი გურამი იყო თავიდან რედაქტორი, მაგრამ ფაქტიურად გამზადებული ჟურნალი, წაკითხული იყო კორექტურა, ყველაფერი ჩაგვივარდა იმის გამო, რომ ვერ მოვიპოვეთ სახსრები დასაბეჭდად. რიწასთან ერთად აღსდგა საყმაწვილო ჟურნალი იალქანიც, რომელიც 2010 წელს 29 ნომრით დაემშვიდობა მკითხველს. როგორც ჟურნალის რედაქტორი ნანა ჭანტურია აღნიშნავს, ბოლო ნომერი განსაკუთრებული ემოციით იყო დატვირთული. იმდენად კარგი ავტორები იბეჭდებოდნენ ჩვენთან, რომ ბოლოს გადავწყვიტეთ, აი ცოცხალ კლასიკოსად მიჩნეულ გურამ დოჩანაშვილსაც დაეჭერა ჩვენთვის რამე. მან მოითხოვა ჩვენგან კატეგორიულად, რომ მას დაეწერა არა წერილი ჟურნალისტვის, არამედ ამ ჟურნალზე დაეწერა წერილი და ჩვენ არანაირი უფლება არ ქონდა არ შეგვესრულებინა თხოვნა და მე მინდა ამონარიდები წაგიკითხოთ ამ წერილიდან. ჩემთან როგორც სამწუხარო და სანანებლად ასეთ უაღრესად საჭირო და კეთილშობილ ჟურნალს არ ვკითხულობდი ეგემ იმიტომ რომ მხოლოდ ყმაწვილებისათვის მე მგონა განკუთვნილი არა და როგორი მადლისა და თვითშეგნების მომტანი ყოფილა ყოველი ჩვენგანისათვის. ახლა იზღა უნდა ქონდეს საფიქრალი ასეთი განცის ამ ჟურნალის იალქანი არ კითხვა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ. ყველანი ამ ჟურნალის კითხველები გამხდარიყავით. განახლებული იალქანი მკითხველს სიახლესაც თავაზობს. ჩანართი, რომელსაც აფქიო ქვია, ყველაზე პატარებისთვისაა განკუთვნილი. აფქიო ძველი ქართული სიტყვაა და სულხან-საბას განმარტებით ნიავისგან გაბერილ აფრას ნიშნავს. ეს აი როდესაც ხშირად დავუსვამთ ჩემთვის შეკითხვა, აი განახლდება, გაგრძელდება თუ არა ამ ჟურნალის არსებობა იქ აფხაზეთში. და ძალიან თამამად ვამბობთ ყველანი რომ რა თქმა უნდა გაგრძელდება. იმიტომ რომ იქ უნდა გაგრძელდეს აფხაზეთი, იმიტომ რომ იქ უნდა მოუყვეთ უკვე იქ აფხაზებს. როგორ გვიჭირდა ჩვენი მშობლიური კუთხის გარეშე და რომ ეს იყოს სასტიკის სიზმარი და აი ზუსტად ამის შესახებ უკვე აი იქ რო ჩავალთ, ამის შესახებ მოუყვებით. ქართულ მორაგბეთა ბრწყინვალე გამარჯვება და მასში აფხაზეთის მკვიდრი მორაგბეების წვლილის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. რაგბი ამაყი და ღირსეული ხალხის თამაშიაო ამბობენ და მართლაც ქართველი გულშემატკივარი ამაყია და ხარობს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წარმატებებით. საქართველოს ნაკრებმა 14 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუსეთს უმასპინძლა და ანგარიშით 33-0 დაამარცხა. რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრების ისტორიიდან გამომდინარე, მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გუნდები ერთმანეთს 19 ჯერ შეხვდნენ. აქედან ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუსეთს 16 ჯერ სძლია. ერთხელ ფრედი თამაშა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. ყოველთვის გვიჭირს ხოლმე რუსეთთან, იმიტომ რომ რაც არ უნდა გინდა იყოს, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკაში არ გადავიტანო და სპორტი არის და რამე, მაინც დაძაბულობაა. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად მოგვეხვია ჩვენი თამაში თავზე. რა თქმა უნდა, ჯარიმებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს ძალიან დიდი და ამაზი გამარჯვება ისევ ერთხელ მოუპოვეთ ჩვენს ქვეყანას. ალბათ თავდადება ისევ პირველი იყო და მეორე ტაიმში ეს ყველაფერი გამოჩნდა. ალბათ გადამწყვეტი მეორე ტაიმში ეს მაყურებელი იყო, რომელიც მოვიდა და მხარში გვედგა. დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ. ჩვენ რუსეთთან მე-20 თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ თამაში ადვილად ქონდა მოგებული. თუ მაყურებელს ახსოვს, ყველა თამაში რთული იყო და ბიჭებს მინდა თვითონ მოთამაშეებს დიდი მადლობა უთხრა, რომ თავია ყველა 100% დაიხარჯა და მაინც მომახერხეთ მათი გატეხვა და თამაში ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. მადლობა მთელ საქართველოს ყველა კომანდას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 აფხაზეთელი მორაგბე, მერაბ შარიქაძე, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე იცავენ. ისინი აგრეთვე ევროპის სხვადასხვა კლუბებში ლეგიონერებად ასპარეზობენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ქართველ მორაგბეებს ღია ვარჯიშის დღეს სტუმრობდა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად სოხუმელმა სპორტსმენმა მერაბ შარიქაძემ ჩვენთვის მაინც მოიცალა. ეს მარტო თამაში არ არის, ჩემი აზრით აი რაგბი რამდენადაც უხეში სპორტი არ უნდა ჩანდეს გარედან. ჩემი აზრით რაგბი ასწავლის სიყვარულს რა. ეს არის მოედანზე აი შენი ძმაკაცისთვის რო იბრძვი და შენი ძმაკაცისთვის თავს რო წირავ, მაგაზე მეტი დიდი სიყვარული და დიდი რაღაც გვერდში დგომას არ არის სხვაგან არსად. მერაბ შარიქაძე თბილისში დაიბადა, თუმცა მას მშობლები აფხაზეთის მონატრებითა და სიყვარულით სრდიდნენ. ბავშვობაში რამე თუ მსმენია, ეს აფხაზეთზე არის და ეხაც რამე თუ მოსმის, ანუ ეს არის რომ აფხაზეთი ენატრება ყველას და თუნდაც არა აფხაზი და არა სოხუმელი ხალხისგან მესმის, რომ რამდენად კაი ადგილი იყო და ჩემთვის რას ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ მე თუ მკითხავენ საიდან ხარ, ვეუბნები რომ სოხუმიდან ვარ. რაგბით ახალგაზრდა სპორტსმენი ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე მიიქცია რაგბის მესვეურთა ყურადღება. ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი ნიკოლოზ გამყრელზე თამაშობდა რაგბს და მოკლედ მისი ბიძა თამაშობდა და ჩართულები ვიყავით, უყურებდით. პირველი თამაში იყო სხვადასხვა ჩემი რომელსაც უყურე საქართველოს ჰოლანდია მაშინ დიდი ანგარიშით მოუგე თუ გავხსენე, მაგის მერე ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ისე მოხდა რომ 2 წლის მერე ჩემი ძმაკაცი წავიდა ვარჯიშზე და მეც გავყევი რამოდენიმე ხნის მე 1 თუ 2 თვის შემდეგ და მოკლედ ისე მომეწონა სიტუაცია თვითონ ვარჯიშზე და გუნდ აკადემიაში რომ მაგის მერე შევჭი და უკვე აგერ მე-9 წელია თუ მე-10 წელია რაგბს თამაშობ აქტიურად და ჩემი ცხოვრების ნაწილია და ჩემი ცხოვრებაა ფაქტიურად. ამჟამად 22 წლის მერაბ შარიქაძე საფრანგეთის გუნდ ორიაკის ღირსებას იცავს. აკადემიაში დავიწყე თამაში და ვითამაშე 5 წელი თუ 6 წელი. მე მაგის შემდეგ წავედი ინგლისში ვიყავი 2 წელი და ეხლა უკვე მეორე წელია საფრანგეთში ვარ, უკვე პროფესიონალ დონეზე ვთამაშობ. საქართველოს რაგბის დაკავშირმა სოხუმელი სპორტსმენი 2014 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. პასუხისმგებლობის შეგრძნება არის, იმიტომ რომ აი თქვენ თვითონაც იცით, რომ ჩვენ როგორი ადონის მოთამაშეები გვყავს გუნდში და ამხელა რამეს ნიშნავს ეს საუკეთესო მოთამაშეები, იმიტომ რომ საუკეთესო მოთამაშედ გასახელებენ, ელოდებიან რომ უნდა ითამაშოს საუკეთესო და ეს ძალიან რთული საქმე არის და რავი, ხა ჯერ კიდევ მთელი სეზონი და 2015 წელი წინ არის და ძალიან ბევრი რამე დასამტკიცებელი არის. ძალიან პერსპექტიული ადამიანია, ძალიან მეგობრული. კარგი ახალგაზრდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ჩვენთვის. გამორჩეული მორაგბე იყო, ის რაღაც სპეციალური განვითარების პროგრამის ნაწილი გახდა, არაერთ გზის გავაგზავნეთ საზღვარგარეთ. და ძალიან ბედნიერი ვარ პირადად მე და გახარებული იმით, რომ მერაბმა გაგვიმართლა იმედები. და დღეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს წარმოადგენს უდაოდ. ის ჯერ ახალგაზრდაა, ძალიან დიდი და გრძელი გზა აქვს გასავლელი ქართულ რაგბში. ალბათ ბევრი დასამტკიცებელიც აქვს, მაგრამ უდავო არის ის, რომ მერაბ შარიქაძე დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე არის. თავის მხრივ მერაბმაც მისი სურვილებიც გაგვამდო. წარმატებას გისურვებთ თქვენ, გისურვებთ რომ ფართო მასშტაბები ქონდეს თქვენ ტელევიზიას და გისურვებთ რომ პირველ რიგში აფხაზეთი დაგვებრუნებინოს და საქართველოს გამთლიანებული იყოს, გაძლიერებული იყოს და გვეცხოვროს სოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყანაში. დღეს გაგაცნობთ მსახიობისა და ტელეწამყვანის კახა კინწურაშვილის პორტრეტს. 5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა დრამწრეზე შემიყვანეს. პირველად მაშინ დავდექი სცენაზე და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. პირველი როლი, რაც შეეხება თეატრს იყო, როდესაც 5 წლის ვიყავი, ჩხიბთა ქორწილში ვითამაშე. მეორე ასეთი მნიშვნელოვანი როლი, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს შეხედულებაზე ზოგადად ამ ხელოვნების მიმართ, იყო პიესა ჰამლეტი, სპექტაკლი ჰამლეტი, რომელიც გააკეთა და დადგა ამირან ამირანაშვილმა. რაც შეეხება კინოს, პირველი ფილმი იყო თბილისი და ჩემთვის რაღაცა ძალიან დასამახსოვრებელი იყო და
მაგ ფილმაც ბევრი რაღაც განაპირობა ჩემს ცხოვრებაში. ცდილობს მაყურებლისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი იყოს, შექმნეს ახალი სახეები და განსხვავებული ხასიათი. ყველა ჟანრი მიტაცებს, ანუ ხო რაღაც ეს ხუმრობით ზოგიერთ ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე, რომ ეს მსახიობებსო ისე აქვთ რა, დრამა, რა თქმა უნდა, დრამა. და რატო მარტო დრამაც, ტრაგედიაც, კომედიაც, მელოდრამაც გააჩნია რა, გააჩნია შენ რა მდგომარეობაში ხარ, გააჩნია გმირი რას გთავაზობს, გააჩნია რეჟისორი რა იდეას გთავაზობს. მას ხშირად ვხედავთ თეატრში, კინოში, სატელევიზიო შოუში და ახლა უკვე ცნობილ სერიალშიც. ტიფლისი კახა კინწურაშვილისთვის კიდევ ერთი წარმატება აღმოჩნდა. აი ჩვენზეც იგივეს ამბობენ, რომ ყველა ყაჩაღი ერთნაირია. ტიფლისაც შეეხება, ანუ ეს ისეთი პირველი სერიალია ჩემთვის, რომელშიც ესე ჩავერთე რა. და ნუ მე თავიდან რამაც მომხიბლა ამ იდეაში იყო ის, რომ ეს არ იყო რაღაცა აი მრავალსერიანი საპნის ოპერა, ეს არ არის კონკრეტულად მე-18 საუკუნე თავისი ისტორიული ფაქტებით დაცული. არც პერსონაჟები და არაფრით, ეს არის იდეა, უბრალოდ მოქმედება ხდება ალტერნატიულ თბილისში და ალტერნატიულ საქართველოში. ფაქტი არის ერთი, ამ სერიალმა რაც გააკეთა კარგი, ანუ ტელესივრცეში გააკეთა ის, რომ დაიდო რაღაც ახალი ხარისხი, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ამის მერე უკვე ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ სერიალებზე, აი ამ ხარისხს აღარ ჩამოწევენ და კარგი გაკეთდა კიდე ის, რომ დაასაქმდა ძალიან ბევრი მსახიობი, რაც ჩვენს რეალობაში ფუფუნებაა. საკუთარი სახლის დატოვება ადრეულ ასაკში მოუწია და ჯერ კიდევ 9 წლის კახამ უკვე იცოდა, რომ ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება არსებობდეს, ეს ომია. ამ პერიოდმა რა თქმა უნდა, ჩემი დამოკიდებულება შეცვალა კონკრეტულად ადამიანების მიმართ, ომის მიმართ, მშვიდობის მიმართ და რაღაცა ბედნიერი ცხოვრების მიმართ. და ნუ ახლა ჩემთვის ყველაზე საშინელი ომია. ოჯახი 2 წლის წინ შექმნა და დღეს უკვე მისი ცხოვრების მთავარი მიზანი პატარა იოანეა. შეგვემატა იოანე. ჩვენი ახალი ბინადარია. და ნუ რა ვიცი, ადამიანია, რომლის გარშემოც დაიწყო სამყარო მტრიალი და ძალიან საინტერესოა თუნდაც მასზე დაკვირვება, როგორ ადაპტირდება ამ სამყაროში. მოგონება და მონატრება დღესაც თან ახლავს. მისი ბავშვობის ხუმი ყოველთვის თბილი და მზიანი დარჩება. როგორია კახა კინწურაშვილის აფხაზეთი? მომავლით სავსე. მახსოვს პინგვინების ნაყინი. ძალიან კარგად მახსოვს და მახსოვს გეიმოც კი მახსოვს. სიმართლე რომ ვთქვათ, მახსოვს, როდესაც ჩვენთან ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა ყოველ ზაფხულს და მივდიოდით პლაჟზე და ვსვავდით ცნობილ ყავას. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი ძალიან ბავშვობიდან იმასაკიდანვე მიყვარდა ყავა და ნუ ახლა რა თქმა უნდა მთლიან ჭიქას არ მასპევდნენ, მაგრამ რაღაცა ერთ-ორ კლუბს ყოველთვის ვსინჯავდი და ნუ ის გემოც აი დღემდე მაქვს. სახლი, ხო, ჩემი მეგობრები, სკოლის ეზოსი, ანუ პირველი რაღაც ჭხუბები, პირველი თამაშობები, რაღაცა პირველი სიყვარულები, ну, ყველაფერი პირველი რეალურად დაკავშირებულია აფხაზეთთან. და რა თქმა უნდა, რომ მე ამ სიტყვის ყველა გაგებით სოხუმელი ვარ და აფხაზეთის კუთხის შვილი ვარ. დარწმუნებული ვარ და მე ხო მინახავს რა, მე ხო მითამაშია ჩემს აფხაზ მეგობრებთან, მამაჩემის მეგობრები ხო მინახავს აფხაზები და ჩვენ ხო ერთად ცხოვრობდით რეალურად რა, ანუ მე ვიცი რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი რა, შესაძლებელია ერთად ცხოვრება, შესაძლებელია რაღაცა ერთ მომავალზე ფიქრი. ჩემი აფხაზეთი არის ну ძალიან მზიანი რა. მე მახსოვს რომ სულ კარგი ამინდი იყო. ბაბუა ჩემს ზამთარში მივყავდი პლაჟზე. თვითონ ჩადიოდა ზღვაში და მე ვიჯექი პლეცს შემომახურავდა და მე ვიჯექი და უყურებდი ზღვას, უყურებდი ბაბუა ჩემს როგორ ბანაობდა. რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე ჩვენი სტუმარია მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე. დედას და მამას ალბომში აქვს სურათები, როდესაც მე ჯერ კიდე ზღვაში არ ჩავყავართ, იმიტომ რომ 2 წლის ვხდები, ესე იგი, ნოემბრის ბოლოს, ძალიან პატარა ვარ და ესეთი რაღაცნაირი ტაშტია, რომელსაც ავსებდნენ ზღვის წყლით და ვზივარი წყალში და ვიყურე.
ასე რომ არ მახსოვს მე ის დრო, როდის ვნახე პირველად ზღვა, ან როდის შევხვდი აფხაზეთს, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ რაც დავიბადე, მე არც ვიცოდი რომ რაღაც აფხაზეთში მივდივარ, თუ სადღაც მივდივარ, ეს იყო საქართველო, ეს იყო ჩემი სამშობლო, ეს იყო ჩემი ძალიან მრავალფეროვანი ბუნების კუთხეებით, აი რაღაცნაირი ცოტა ჭრელი, მაგრამ საოცრად ჩემი და ძალიან საყვარელი ბავშვობიდან. და აფხაზეთი ეს იყო ვიმეორებ, ჩემი საქართველოს განუყოფელი კუთხე და მე დღეს იცით რაზე მწყდება გული. აი ვერაფრით ვერ ვაცნობიერებ. ახლა ესეც შეიძლება ვიღაცას ყალბად მოეჩვენოს და ვერ გაიგოს რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მე საოცრად იმაზე არ მწყდება გულა და ვთქვი ვეღარ ჩავდივარ დასასვენებლად. არ იყო ეს ჩემთვის მხოლოდ გართობისა და დასვენების მხარე, იცით? მე მეგობრები მყავდა უამრავი, მამას ყავდა უფრო მეტი. აი მე მახსოვს სოხუმში ნუცუბიძეების ოჯახი ისე მიყვარდა რომ მივდიოდი ზღვის ნახვაზე უფრო მათი ნახვა მიხაროდნენ, რომ ჩემ ხელა ქალიშვილი ყავდათ ეკა, ვაჟი ყავდათ და ეს დედა რუსიკო და ბიძია ვაჟი აღარ არიან სამწუხაროდ არც ერთი ცოცხალი. დედმამა. მთელი ბავშვობა გავატარე გაგრაში, ხან ხალოდნაერეჩკაზე მივდიოდით, ხან მეგობრებთან მივდიოდით, ხან მე უკვე ბიჭინთის პერიოდი რო დაიწყო, სპიცუმ და იყო აუცილებელი ორი კვირა, რომელიც აი ესე რაღაცა ედემში უნდა გაგვეტარებია ყველას ერთად, იქაურებს, აკაურებს. აი არ ვერ ვარჩევდით, ვინ ვართ იქაური, ვინ ვართ აკაური, ერთად ვერთობოდით, ერთად ვცურავდით და ვანაობდით ამ ზღვაში და ლიძავაში დავდიოდით, არ ვიცი ხო გეუბნებით, აი გულრიფში ერთი წელი მახსოვს ბატონი ზურა წერეთლის აგარაკზე მე ჩემი მეუღლე მის მეგობრები, აი მხატვრები, არქიტექტორი და მხატვარი ბიჭები, იქვე გვერდზე იყო ბატონი ნოდარ დუმბაძის აგარაკი, იქ მისი ქალიშვილები. მოგეთ აი რაღაც ჩვენი სამშობლო იყო ეგ ყველაფერი და დღეს აი სტილამდე გული მწყდება, რატო უნდა მომხდარიყო რომ ჩვენ დღეს ერთად არა ვარ. ირაკლი აბაშიძეს დიდ პოეტს ქონდა ესეთი ლექსი, რომელიც მე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, დიოსკურია. და აი მაგას ვამბობ, აი განწყობებს დიდი ადამიანები, დიდი პოეტები წინასწარ რაღაცნაირად გრძნობდნენ, იცით და ამ ლექსში არის აღწერილი ისეთი ნოსტალგია, უკვე დაკარგული დიოსკურიის და უკვე დაკარგული აფხაზეთის ცის და ზღვის და ყველაფრის, რომ მე შემძრა ეს ლექსი ვიპოვე უკვე ამ უბედურების შემდეგ 90-იან წლებში და რაღაც ერთ-ერთი ის იყო სწორედ აი რომელიღაც თარიღი იყო რამდენიმე წლის თავი 5 წლის მგონი და აი მაშინ დავწერე სიმღერა და შევასრულე ფილარმონიაში ერთ-ერთ კონცერტზე და ძალიან მოეწონა ყველას. მაგრამ დღემდე არ არის ხო ეს კლიპი ამ სიმღერაზე და არ არის რაღაცნაირად აი ესე გადაღებული არაფერი რომ პერიოდულად იჟღეროს, იმიტომ რომ ნუ სიმღერა ჩემია და არაუშავს ლექსია ისეთი რომ მე მგონი ყოველდღე უნდა ვისმენდეთ ამ ლექსს. ეს უბრალოდ არის აი ამღერებული ლექსი ასე ვთქვათ და თუ მომცემთ ნებას ახლა სიამოვნებით შეგისრულებთ. ცღუროდეს მუდამ როგორც მწყურია მთების ქედების ბროლის ნაჟური ქცეული სიზმრად დიოსკურია ქცეული სიზმრად აფხაზური ქცეული სიზმრად დიოსკურია ქცეული სიზმრად აფხაზური ქცეული სიზმრად დიოსკურია ქცეული სიზმრად აფხაზური ცხოვრდეს მუდამ როგორც მესხეთი ცხოვრდეს მუდამ როგორც ისპირი ჩემი ზღვის პირი შავი მერცხლები ჩემი უსაზღვრო შავი ზღვის პირი ქცეული სიზმრად დიოსკურია ქცეული სიზმრად აფხაზური ქცეული სიზმრად დიოსკურია ქცეული სიზმრად აფხაზური ზღვაზე ცახცახი ზედა ძურვილი და მისი ჩასვლა და აღსასრული მეც ამტკივილი და მეც ამწყურვილი
აბლავაც მეხილოს საფხაზური ქცეული სიზმრა დიოსკურია ქცეული სიზმრა საფხაზური ქცეული სიზმრა დიოსკურია ქცეული სიზმრა საფხაზური ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.